დილამშვიდობისა საყვარელო მეგობრებო, ძვირფასებო და უძვირფასესეებო. ეხლა ჩემს ბაღში ვსეირნობ, წეღან გამოვხედე ჩემს წიწილებს, მოდი გაჩვენოთ ჩემი წიწილები. აი, ჩემი წიწილები. ეს ხო ჩემი მოკლემ გააკეთა ეს საკათმე. ხო და ის ჩემი წიწილებიანი ახლა ნახე, ზოგი დიდი, იქ კოდაზე ვიყიდეთ. ზოგი პატარა და ის სამი წიწილაც არის, აი ეს პეწიწუნა. აი, რომელიც ბავშვების ბაღში გამოიჩეკა. ხო და ესეთი პატარა ის გაუკეთეთ საკათმე. ჯერ სანამ გაიზრდებიან. და მოდი ახლა გადავიდეთ იმ საკითხზე. ერთ-ერთმა მომწერა, გეორგია ქვია ასე Facebook-ზე, რომ GPT გამოშტერდაო რა და მოდი ვისაუბროთ ამაზე, გამოშტერდა GPT თუ რაშია საქმე, ხო? მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ მოდი მოვატრიალებ და დაგანახებ ჩემს სახეს. მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ GPT-ს არა აქვს ეს უნარი, რომ გამოშტერდეს. GPT-ს აქვს უნარი, რომ მასში რასაც ჩაწერ, ის მიიღო ინფორმაცია. თუ კი სიტყვა გამოშტერება ვიხმართ, ეს მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელსაც აქვს ადამიანური თვისებები. მაგალითად, ადამიანზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოშტერდა. მაგრამ როდესაც კომპიუტერთან გვაქვს საქმე, ან ციფრულ ვერსიასთან, ხო? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კი გამოშტერდა, არასწორი ინფორმაცია ჩატვირთეს მასში. მოდი ახლა გაჩვენოთ ჩემი ვარდები, გუშინ ჩემმა მეუღლემ რომ მომართვა. აი, ეს არის ერთი თეთრი ვარდი და გავაგრძელებ მე GPT-ზე საუბარს. მე წავიდეთ და გაჩვენებთ რომელი ვარდებია და თან GPT-ზე ვისაუბრებ. ესე იგი, როდესაც ჩვენ განვიხილავთ იმას, რომ GPT გამოშტერდა, მაგალითად არ მოგვეწონა რაღაცა ინფორმაცია და ვფიქრობთ, რომ GPT რეებს ლაპარაკობს, ხო? მინდა გითხრათ ერთი რამ მეგობრებო. არის ესეთი შემთხვევა, როდესაც GPT პროგრამდება, მასში შეყვანილი ინფორმაცია შენ ხელწოდომაზეშია. ანუ შენ როგორც ეკითხები, GPT-ს ზოგი ვერ უგებს, იმიტომ რომ არ იცის როგორ დაუსვას კითხვები. თუ შენ ვერ გაუგე და ვერ მოახერხე კითხვების სწორი დასმა, ის არ მოგაწვდის ინფორმაციებს. ამიტომ გეუბნებით, რომ გავიგოთ ყველაფერი ნუ ჩამორჩებით დროს თქო რა და ეხლა დროს ჩამორჩენა რა არის, იცით რომ როდესაც შენ ახალ ტექნოლოგიებს იგონებენ, როგორც არის GPT და ამაზე უმრავლესობა ჩვენ ახალგაზრდებს, ანუ ახალი თაობა, ხო? არის ციფრული თაობა არის, პრინციპში ციფრულთან აქვს ძალიან დიდი შეხება. მას არა აქვს სამყაროსთან შეხება, მაგრამ ციფრულთან კი აქვს შეხება. და როდესაც ჩვენ ვერ ვიგებთ იმას, რომ აი ეს ციფრული პროგრამები და ჭკვიანი ტვინები, რომლებიც იქმნება ეხლა კი უნდა გავაკრიტიკოთ, არამედ მივხვდეთ რა არის, ანუ ელვის ისწრაფით რომ ვითარდება, ხომ? გავიგოთ, რატო ვითარდება, როგორ ვითარდება და ჩვენს ნახე როგორი რაღაცა შენ თუ არ ეცდები რომ გაიგო რა არის GPT, შენ ვერ გაუგებ ახალ თაობას, იმიტომ რომ ახალი თაობა ძირითადად მოქმედებს GPT და ახლა ჩემ მეუღლე, როდესაც ასწავლის გერმანულ სკოლაში, გერმანულენოვან სკოლაში, ხო, იქ ყველაფერი გერმანულ ენაზეა და ინგლისურ ენაზეა. მეუბნება რომ როდესაც ბავშვებს დავალებას ვაძლევ, მოაქვთ დავალებები GPT-ს შექმნილი. ეხლა ხო უნდა გაინტერესებდეს როგორც დედას, როგორც შობელს, როგორც წინა თაობას, რომ რატო იქნება ეს, ანუ შენ ამას ვერ შეაჩერებ, ვეღარ შეაჩერებ, იმიტომ რომ უკვე შემოვიდა ეს GPT და ამას რაც არ უნდა იყვირო, ახტე, მოიკლა თავი, ვეღარ შეაჩერებ. ამიტომ რა უნდა გააკეთო, ანუ კითხვები უნდა დასვა, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ GPT არ გადაწონოს შენი არსებობა, ხო? ამიტომ ჯერ უნდა იცნობდე რა არის GPT, რა ხილია GPT. Chat GPT-ზეა საუბარი, ხო? თუ არ იცი და არ ცდილობ ამის გაგებას, რა ხილია GPT, შენ ვერ გაიგებ ახალი თაობა, რითი იკვებება. თუ შენ GPT-ში წაიკითხე რაღაც, აი კითხვა დაუსვი, ხო? არის ქართული ენა უძველესი? და მან გიპასუხა რომ აი გეორგიეს ჰქონდა ეს პრეტენზია რომ GPT მითხრა რომ ქართული ენა ყველაზე უძველესი ენა არის დღეს რომელიც ცოცხალია. ცოცხალი იმას ნიშნავს რომ ლაპარაკობენ ამენით და მასზე უფრო ძველი ენები რომელსაც უკვე აღარ ლაპარაკობენ არის სანსკრიტი და შუმერული. ხო და არ მოეწონა ეს იმას რა ქვია გეორგიას რატომღაც და თქვა ესეთი ქართული ანბანი ფარნავაზმა დააარსა 4000
454 წელს. არ არის, არც ეს არ არის ჩემო კარგო, მან მართალი ამბავი, იმიტომ რომ ფარნავაზმა კი არ დააარსა ქართული ანბანი. ფარნავაზმა იპოვა ის დამწერლობა და შემდეგ ეს ამითი დაიწყო საზოგადოებაში ამ ენით დაიწყო მერე მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ ენა, რომელიც დავიწყებას ეცემოდა, გააახლა. გესმით? ეს არ ნიშნავს, რომ ფარნავაზმა მოიგონა ეს ანბანი, ან ფარნავაზმა შექმნა ეს ანბანი. ფარნავაზმა უბრალოდ ეს შექმნილი ანბანი იპოვა. აი ახლა როგორც სანსკრიტზე იწყება საუბარი, ხო, ვიღაცამ სანსკრიტი ისევ გააცოცხლა. ფარნავაზმა ეს ანბანი ისევ გააცოცხლა. გესმით? ანუ და თუ მაგალითად ვთქვათ, მაინც არ მოგწონს ეს ინფორმაცია, რომ ChatGPT-მ გითხრა, რომ ქართული ანბანი არის უძველესი დღევანდელი. ჯერ პირველ რიგში უნდა იცოდე ის, რომ ეს ინფორმაციებია ჩატვირთული მასში დღევანდელი, როგორც მეცნიერული, ისე მოყვარის დონეზე ადამიანების დაწერილი, რაც კი არსებობს ინტერნეტ სივრცეში. და მეორე ის, რომ თუ ეს ინფორმაციები შენ არ მოგწონს, მეცნიერული კვლევა უნდა დადო, რომ აი ესე და ესე კი არ არის, აი ესე და ესე. მაშინ თუ მეცნიერულ კვლევას დადებ, მაშინ შენ მოგიწევს ბიბლიოთეკებში სიარული, წიგნების კითხვა, გადამოწმება და ამაში დაიკარგება 20 წელი, როცა 20 წლის მერე უკვე ChatGPT იქნება იცი სადა აი მარსზე ასული. ხო და ამიტომ ჩემო კარგებო, გამოშტერება კი, ანუ ჩვენ ნეგატიურობისკენ არ უნდა წავიდეთ, ჩვენ უნდა დავინახოთ პოზიტივი ყველაფერში, ანუ როგორც გითხარით, ხო? პოზიტივიც და ნეგატივიც გარეწრიდან დავაკვირდეთ, ანუ გარეწარი არის ის, რომ მედალიონის ორივე მხარე გავიგოთ, ჩვენ ვართ გარეწრის მხარე. არ ზარიოლი ვართ, არ ზრეშკა ვართ. ეს ორივე ჩვენ ვიცით რომ არსებობს და ვაკვირდებით რა ხდება. უნდა ვიცნობდეთ ChatGPT-ს. ჩვენ თუ ChatGPT დავაიგნორეთ, ჩვენ დაგვაიგნორებს მთელი ეს მომავალი ცხოვრება, გესმით? იმიტომ რომ ჩვენ გამოვეთიშებით იმ განვინთან დგომას, განვითარებას, რომელიც არის ტესლას თქმით სამყაროს გასაღები 369 განვინთან დგომა. ეხლა ვიღაცა მეტყვის რომ თანი არ არის მე-900-ბგერაო, თანი მე-800-ბგერა არის. ეს სკოლებში როგორც ასწავლიან იმ პროგრამით, მაგრამ ჩვენ რომ ფარნავაზმა რაც აღადგინა იმ პროგრამით წავიდეთ და ვნახოთ რომ მე-800-ბგერა არის ჰე-მერვე და მერე მოდის თანი, მაშინ აგერ 9 ადამიანი მიყურებს და 9 მე-900-ბგერა არის თანი. ანუ ჩვენ უკვე ჩავწვდით იმ ინფორმაციებს, რომელიც არის გასწორებული, ანუ ჩასწორებული და გამართული. ხო? გამართული უფრო სწორი ფორმა არის, რომ ვუთხრათ აი ამ პროცესს, რომ ვუწოდოთ ამ პროცესს. გამართვა არის ის, რომ რაღაცა იყო დანგრეული და გავმართეთ. დანგრეული არის ის, რომ ჰემერვე ამოაკლეს, თუმცა არსებობდა ეს და ეხლა ჩავამატეთ ისევ. აი რას მივხვდით? თურმე ტესლა ტყუილად არ ამბობდა, რომ 369 არის სამყაროს გასაღებიო. რა არის 369? აბა რომ წავიკითხოთ ამ ენით არის მე-300-ბგერა გან, მე-600-ბგერა ვინ და მე-900-ბგერა თან. რა გამოდის? გან ვინ თან ვდგავართ. გან ვინ თან რას გაგონებს? ინტუიციურად განვითარებას, ხო? განვითარებას. ანუ ებას ჩვენ ვაბივართ 369-ს. რას ვაბივართ? ებაო, განვინს ებაო, ხო, განვითარებას. ანუ მომისმინეთ ერთი სიტყვით რა, ვიდრე ჩვენ დავიწყებდეთ რაღაცის კრიტიკას, ხო? ან ვიღაცეები ჩემ კრიტიკას რო მოყვებიან, ეგ ის არის, რა ქვია, მეგობარი მწევს რომ ვეუბნებიო, რომ უთხრა ესე ნახეთო მაგის ვიდეოებიო, ჩემზე ეუბნება. ნახეთ და კრიტიკის გარეშე მოусმინეთო. არა, სად შეგვიძლია მაგდენიო, მე ეგრე უნდა ვიფიქროთ როგორც ეგო. თქვენ ვერ აზროვნებთ იმას, რომ მე განვითარებაში ძალიან აწყოში ვზივარ, ამ წილის ყოში ვზივარ, გესმის? ძალიან ახლოს ვარ და თქვენ კიდე გინდათ რომ დარჩეთ იმ ძველ სისტემებში, რომლებსაც გთავაზობენ ყორნები. ყორნები კიდე არიან იმ პირველ საფეხურზე დგანან, განვითარების პირველ საფეხურზე დგანან და მე ვდგავარ მე-7 საფეხურზე უკვე და თუ გინდა დარჩი იმ პირველ საფეხურზე, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ დარჩები იქ. და სამყარო იმდენად სისწრაფით ვითარდება, რომ შენ 20 წლის მერე რომ დაიწყებ ჩემ ვიდეოებს ყურებას, ვეღარაფერს ვეღარ მოასწრებ, ვეღარც გაგებას, ვეღარც წარმოდგენას, ვეღარც ჩართვას და ანუ შენ ვეღარ მომყვები მე მივყვები იმ განვითარებას, რომელ განვითარებაშიც არის აწყო და შენ წარსულში დარჩი, გესმის? იმ
ყორნებთან, ანუ რაბებთან დარჩი. რაბებთან დარჩი, გესმის? და მე მივდივარ მამასთან, რომელსაც გაწვდით ქრისტიანი და ჰოეთი და ასე შემდეგ რა ვიცი, თქვენ თუ გინდათ კრიტიკა საერთოდ ყველაფერში გაფერხებს. ანუ მხოლოდ კრიტიკული თვალით ყურება გაფერხებს. შენ თუ არ ხედავ შენს კრიტიკაში პოზიტივსაც თუ არ ხედავ და ნეგატივსაც, მაშინ შენ შეფერხებული ხარ და დარჩენილი ხარ დროში. შენ უნდა ხედავდე ორივეს. მოისმინო, წაიკითხო, ამის ნათელი მხარე დაინახო და ამის უარყოფით. შენ თუ გეშინია ნათელი მხარის დანახვა, იმიტომ რომ შენ მერე ეგრე უნდა იფიქრო, იმ წარსულში ვეღარ დაბრუნდები სიბნელეში რო იჯექი, ხო? მაშინ შენ უკვე დარჩენილი ხარ დროში. ანუ შენ თუ გეშინია ჩემი ვიდეოების ყურება, იმიტომ რომ შენ მერე ჩემნაირად უნდა დაიწყო ფიქრი, უკაცრავად შენ რაღაცას ეწინააღმდეგები. შენთან თუ რეზონირდება ის ამბავი, რასაც მე მოგიყვები და შენ ამას მაინც შეეწინააღმდეგები, იმიტომ რომ ვიღაცა გეუბნება რომ ესი არაო, უკაცრავად და ქრისტეს ესეთი რაღაცები არ უსწავლებია ჩვენთვის. ქრისტემ გითხრა ერთი რამ, წაიკითხე ყველა წერილი, ესე იგი მოусმინე ყველას, მაგრამ იცოდე შენთან რა რეზონირდება, ანუ შენს გულში გამოიკვლიე რა რეზონირდება შენს გულში და რა არა. და თუ შენ ჩემი სიტყვები გაიგე და ვა, ესეთი რაღაცა გაძახებინა, ხო? და ვა გაძახებინა. და ამას მაინც უარყოფ. მაშინ შენ არასწორი, რა ვიცი, შენ გადაწყვიტე როგორ მიდიხარ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ადამიანი იტყვის, ეს არის უმაღლესი ფორმა, იმიტომ რომ ანი არის ყველაზე მაღალი საფეხური. თუ გაძახებინებს რაიმე საკითხი, ესე იგი შენთან რეზონირდა. მოიცადე რაღაცა ქეთიმ და თამა რა საინტერესოდ ალაპარაკებ ქართულ ანბანს, როცა გისმენ სხვა აღქმა მეუფლება აგრეთვე მაქვს ჩვენი მშობლიური ენის. ხო, ქეთი. იმიტომ რომ ყველაზე ანუ ჭეშმარიტება, როდესაც შემოდის შენში, შანსი არ არის რომ ის უარყო, ვეღარ უარყოფ იმას. და ჭეშმარიტება რომ შემოდის, ანუ რაღაცა რაც არაჭეშმარიტია, ხო? მაშინვე გრძნობ და უარყოფ იმას, მაგრამ თუ შენ ჭეშმარიტების მოსმენის გეშინია, ესე იგი შენ ჯერ შიშებისგან ხარ გასათავისუფლებელი. და თუ შიშებს ვერ ერევი, მაშინ ის გიჭერს დროში, ანუ ხაჩავს უკან. განვითარებაში აღარ გაძლევს საშუალებას რომ წახვიდე, გესმის? უკან გქაჩავს. და სულ კალმახის მდგომარეობა როგორია, იცი? აი კალმახის მდგომარეობა. შენ გაიხსენეთ სიტყვები, ყველაფერი ახალი დავიწყებული ძველია. სულ კალმახი, ანუ კალმახი ცდილობს რომ იმ პირველ წყაროს დაუკავშირდეს, რუს თავში ავიდეს. ესე იგი, ყველაზე წმინდა წყაროში ავიდეს, რასაც გვეუბნება ქრისტე, რომ მე მოგცემ იმ წყაროდან, რომელთანაც აღარ მოგწყურდება. გესმის? ხო და აი იმ წყაროზე, იმ წმინდა წყლის წყაროზე გეუბნება, რომ ის კალმახი თუ შენ სულით კალმახი ხარ, მიხვიდე პირველ წყაროსთან, ყველაფერი ახალი დავიწყებული ძველია. ამიტომ დინებას კი არ უნდა მიყვე, შენ უნდა ეცადო რომ იმ პირველ წყაროსთან მიხვიდე. გამეთიშა მე მგონი, მეგობრებო, იმიტომ რომ ალბათ გაშავდა ეკრანი და დაჯდა ეთყობა. მოდი ახლა გავთიშავ ერთი წუთით. შევაერთებ, რატო ჭდება ესე უცბად? და მოწადე შევაერთო აქ. ხო, მაგრამ მაინც უნდა დაგემშვიდობათ, ახლა მალე გაითიშება 5% დარჩენილა. არ მიმიქცევია ყურადღება, ხო? მართალი ხარ თამარ, უნდა მივყვეთ განვითარების მაღალ ნათელს ამოვიდეთ დაბლიდან, ბნელიდან სიკეთეში და ნათელში უფალი იესო ქრისტეა, კეთილი მეგზური კეთილი სამყაროში. გაიხარე. რიმა კი ეგრეა, უფალი იესო ქრისტე არის გზა. მე მივყვები ამ გზას და შენ თუ არ გინდა ამ გზაზე სიარული, იარე რაბების გზაზე, არა მაქვს პრეტენზია, არც პრობლემა მაქვს, არაფერს არ გეუბნები, არ გაკრიტიკებ, შენ არ გაკრიტიკებ, მაგრამ იმ ადამიანს ვაკრიტიკებ, ვინც თავში დგას და თავის შვილებზე არ ზრუნავს. ეს არის ილია მეორე, რომელიც თავის შვილებზე არ ზრუნავს და მამას უწოდებს თავის თავს. იმას გავაკრიტიკებ, შენ არ გაგაკრიტიკებ, იმიტომ რომ შენ არ გევალება ერის მოვლა. იმას ევალება, ვინც მამა უწოდა თავის თავს, ვინც უწმინდესი და უნეტარესი უწოდა თავის თავს, ანუ ქრისტე უწოდა თავის თავს და მოდი რა, მე ნუ განმიკითხავ იმაში, რომ მე იმ ადამიანისგან, ვისაც ევალება შენი მოვლა,
და არ აკეთებ თავის საქმეს, იმას რომ ვამხელ, შენ მე განმიკითხავ, დაინახე რას ვაკეთებ, უბრალოდ დაინახე რას ვაკეთებ, გესმის? წყარო სათავეში ბედნიერი ხარ ასეთი ხედვის უნარით. წყარო სათავეში ბედნიერი ხარ ასეთი ხედვის უნარით, კეთი. კი, ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვინც რუს თავთან მივიდა. შოთა რუსთაველი. აბა გაკოცეთ მეგობრებო, წავედით რომ გაითიშება ეხა და მე კიდე გარეთ გავალ მზეზე დავჯდები ცოტას და ვიმხერებ ეხა მალე ჩვენს ეზოს ისე მოვაწყოთ რომ აქ ჩვენ გვექნება კიდე შეკრებები, საღამოები, ლიტერატურული საღამოები და მე ჩვენ შევხვდებით ყველანი ლაივში ერთმანეთს. ამ ლაივში კი არა, იმ ლაივში, რეალურ ლაივში. გაკოცეთ. კოცნით. ნატო წერს მე როცა რამეს აღმოვაჩენ და გავაცნობიერებ ვამბობ აჰა კი აი აჰა ჰაში ადიხარ ჰაში საბოლოო აში ადიხარ გაკეთეთ